ანუ და მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მე არ ქონია საშუალება წინა სტუმრისთვის მომესმინდა, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რაზეც ექნებოდა საუბარი. 4 ოქტომბერი ჩვენთვის პირველ რიგში არის ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის დამარცხების დასაწყისის დღე. ეს არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, გვითქვამს ისიც, რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციის და რადიკალიზაციის მომხრე და ჩვენ ოცნების დამარცხებას ვაპირებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, არჩევნების გზებით. ჩვენ იცით, რომ უკვე აქტიური კამპანია გვაქვს დაწყებული როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აი გუშინ საღამოსაც კი ვიყავით თბილისელებთან შეხვედრებზე გასული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ იქ არ ვსაუბრობთ იმაზე, ვის აძლევენ ისინი ხმას და ასე შემდეგ, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ დიდწილად ვეკითხებით, აპირებენ თუ არა ისინი არჩევნებზე მისვლას და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვისაც მოულოდნელია იმდენად ბევრი ადამიანი აცხადებს მზაობას არჩევნებზე წასასვლელად. ეს არის დაახლოებით. ისევე როგორც ბევრი ადამიანი აცხადებს მზაობას ბატონ გიორგი, რომ 4-ში ასევე გადის რუსთაველის გამზირზე. არ მიდის არჩევნებზე და გადის რუსთაველის გამზირზე, ასეთი ბევრი ადამიანიც არსებობს და ალბათ შეგვენტრიათ. მშვიდობიან გზებს ვირჩევთო, ბატონ გიორგი, ბრძანეთ ივანიშვილის დამარცხებისო და რევოლუცია არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი? არ ვიცი, მე არ ვიცნობ ესეთ ტიპის რევოლუციას. მშვიდობიანი რევოლუცია, ახლა თუ 2003 წლის ვარდების რევოლუცია თქვენი აზრით როგორი იყო, ბატონ გიორგი? მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო? არა, ანუ არასერიოზულია 2025 წელს იმ კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ადგე და 2003 წლის ვითარებას შეადარო და ამ ვითარებასთან არა, არ ვადარებ, მე თქვენ მითხარით, რომ მე არ ვიციო მშვიდობიანი რევოლუციაო და შეგახსენეთ ამ ქვეყნის უახლესი წარსულიდან რევოლუცია, რომელიც მშვიდობიანი იყო და რომელსაც ვარდების რევოლუცია ქვია. მე სხვა რამეს ვამბობ, რომ მაშინის მოხდა იმიტომ, რომ კონტექსტი იყო სრულიად სხვა. დღეს არის სრულიად სხვა კონტექსტი. დღეს ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი. არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომლის ხელში არის კონსოლიდირებული სრულად ძალაუფლება და მაშინ ასე ვთქვათ, ოცნების ძალადობრივი გზით დამარცხება ნიშნავს ძალით უნდა აჯობო მას, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ხა ეს და აი ამ ავტოკრატიულ რეჟიმს დამარცხებთ მაშინ თვითმმართველობის არჩევნებით, ბატონ გიორგი? არა, არ უნდა ნახეთ რისკმა მინდა მე ვამბობ შემდეგ რამეს, რომ აი ეს რადიკალიზაცია და დაძაბულობა რაც შეიძლება განვითარდეს ასეთი ტიპის დაპირებების შედეგად, ხომ? ეს ვის აწყობს? ეს არ აწყობს საქართველოს კეთილმოსურნეებს და საქართველოს მეგობრებს. ერთადერთი ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს, ან მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ საქართველოს მტერი და ვინ არის საქართველოს მტერი? მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. ეს არის რუსეთი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. და დღეს კიდევ ვიმეორებ, ასეთი ტიპის დაძაბულობა, რევოლუცია და ასე შემდეგ, თუ ვინმეს ინტერესში შედის, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრები, ჩვენი ქვეყნის მეგობრების და კეთილსურველების ინტერესებში ეს არ შედის. კიდევ ვიმეორებ, ოცნება არის ავტოკრატიული რეჟიმი და მასთან უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ იმ ისეთი ტიპის ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც მას დაასუსტებს და რაც ყველაზე ეფექტური იქნება ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში. თორემ ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის ახლა მე ესეც მინდა გითხრათ, ხო ვინმე მისე არ გაიგოს, მე მგონი ყველას კარგად ახსოვს, ჩვენ ამ პროტესტის მონაწილე ვიყავით პირველივე დღიდან, ხო ახლა თქვენ ტელევიზიაშიც არაერთი ჩართვა ჩვენი პარტიის ლიდერებთან რუსთაველის გამზირიდან გაქვთ განხორციელებული და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, როდესაც საკითხი დადგა, ასე ვთქვათ, არჩევანისა რა გზით მივდივართ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივდივართ არჩევანის გზით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკაში ანუნა. იმიტომ რომ ამ სხვა შემთხვევაში ხა ოცნება თავად ცდილობს ეს რადიკალიზაციის ხარისხი გაზარდოს, ანუ ეს ტემპერატურა აწიოს, ამას ის ხელოვნურად აკეთებს. ამას ემსახურება ის ბოლოდროინდელი დაკავებები და ეხლა დღეს უკვე არჩევნებამდე 3 კვირაზე ნაკლები რჩება დღევანდელი დღიდან 15 სექტემბერია და მინდა გითხრათ, რომ კიდევ შეიძლება ველოდოთ სხვა ტიპის დაკავებებს, მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებას აწყობს, ანუ ის ამ რადიკალიზაციას თავად უწყობს ხელს. ჩვენ კარგად ვიცით, რის ხარჯზე გადიოდა ოცნება ყველა წინა არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში, ხომ? ანუ პოლარიზაციის ხარჯზე. პოლარიზაცია დღეს თუ ვინმეს აწყობს, ეს არის ოცნება, ანუ ის თავად ძაბავს სიტუაციას, თავად ახდენს ტემპერატურის
აწევას მას იქიდან გამომდინარე რომ მას სხვა საარჩევნო ასე ვთქვათ პოზიტიური დღესასრიგი შეთავაზება უკვე აღარ შეუძლია ჩვენი მოქალაქეებს. კი ბატონო, აი ბატონ გიორგი. მე მგონი ვისაც ელემენტარული ანალიზის უნარი აქვს ყველა უნდა ხდებოდეს. კი ბატონო, ბატონ გიორგი, აი თქვენ თქვით რომ აი თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას და ეს იქნება ივანიშვილის მარცხის დასაწყისი. აი რითი გაზომავთ მაინტერესებს ივანიშვილის მარცხს, თუნდაც აი ამ თვითმმართველობის არჩევნებში რა იქნება თქვენი საზომი, იმიტომ რომ ეს არ არის ხომ თანხმდებით რაღაცა ჩვეულებრივი საარჩევნო გარემო და არც ჩვეულებრივი საარჩევნო მოცემულობა არ გვაქვს, თუნდაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით. ამიტომ გეკითხე. რა თქმა უნდა, ანონა, ჩვენ კარგად გვესმის, ჩვენ ნახდიახ მესმის კარგად თქვენი კითხვის არსი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ შევდივართ უთანასწორო ბრძოლაში, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში არაერთხელ ყოფილ ვართ. და არაერთხელ გვაქვს, არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, როგორ შეიძლება იბრძოლო მათ შორის უთანასწორო პირობებშიც. და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ არჩევნების გზით, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების გზით, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით იცვლება ხელისუფლება ეროვნულ დონეზე, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებით დიახაც იცვლება ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე. ქალაქებში, სოფლებში, იქ სადაც ხალხს ჭირდება საკუთარი წარმომადგენელი და არ შეიძლება ჩვენ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საკუთარი წარმომადგენლების გარეშე დავტოვოთ და ყველაფერი ოცნებას ესე უბრძოლველად და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გადაულოცოთ და გადავაბაროთ, ხო? ოცნებას არ აქვს პრობლემა, კიდევ ვიმეორებ, ეს ავტოკრატიული რეჟიმია. ის ბოლო 1 წლის განმავლობაში რაც მან მოახერხა, რეალურად მხოლოდ და მხოლოდ უყარებს საკუთარ ბატონ გიორგი. კი ბატონო, ბატონ გიორგი, ბოდიშს გიხდით, უნდა გააგაწყვეტინოთ, როგორც მეუბნებიან, ელენე ხოშტარიას სახლთან იმყოფება, ეხლა პოლიცია, როგორც იცით, ელენეს წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება. თუ ჩვენ გვექნება, მე მგონი საშუალება, რომ მასალები ვაჩვენოთ მაყურებელს პირდაპირ ეთერში, აი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ამ ინფორმაციას ელენეს თანაპარტიელები თანაგუნდელები მე შეგახსენებთ რომ საქმე ეხება მელიქიშვილის გამზირზე